არმან ცარუკიანი ცნობილი იუთუბერის მათან ივენის პოდკასტის სტუმარი იყო. სომეხმა მებრძოლმა ბევრ თემაზე ისაუბრა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ილია თოფურიას შესახებაც უპასუხა შეკითხვებს. მოდი ვთქვათ, რომ ილია თოფურიას 10 ჭერეჭხუბები რამდენჯერ გაიმარჯვებ. ცარუკიანმა ამაზე მოკლედ და ირონიულად უპასუხა 11-ჯერ. ანუ არ ფიქრობ, რომ ის შესანიშნავი მებრძოლია? ის შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ჩემს წონით დივიზიონში არავინაა, ვისაც ჩემი დამარცხება შეუძლია. ცარუკიანს მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია. ცნობილ ჟურნალისტთან არიელ ჰელვანისთან საუბრისას აღნიშნა, რომ UFC ყველაფერს აკეთებს, რათა მან და ილიამ არ იჩხუბონ. მისი აზრით, ორგანიზაციაში იციან, რომ თოფურიას დაამარცხებს და UFC-ს არ სურს ელმატადორის სახით ვარსკვლავის დაკარგვა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად მგონია, რომ ილიას ძალიან ბევრი შანსი აქვს არმანის დამარცხების, რადგან ილიას სტრაიკინგის გარდა კარგი ჭიდაობაც აქვს. კი, არმანის ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ ფიქრობ, რომ თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. ამ თემაზე მაინტერესებს თქვენი აზრიც, ამიტომ გელოდებით კომენტარებში. ყაზანის რუბინის მცველმა ეგორ ტესლენკომ მეტა რეიტინგსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშის შთაბეჭდილებები გააზიარა, რომელსაც ყაზანურ კლუბში 2022 წელს გადაეკვეთა. თქვენ ხომ ხვიჩა კვარაცხელიას 2022 წელს გადაეკვეთეთ, მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ 3 წლის შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. 2022 წელს უკვე გასაგები იყო, რომ ხვიჩა მომავალი ტოპ მოთამაშე იქნებოდა. ის იმ მომენტშიც მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი იყო დიდი პოტენციალით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 3 წელიწადში ის ამდენ ტიტულს მოიგებდა და მათ შორის ჩემპიონთა ლიგასაც. არ გიჩნდებათ ფიქრები სერიიდან? ჩვენ ახლახან ერთ სტადიონზე ვთამაშობდით, ახლა კი მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესე იგი მეც შევძლებ. ასეთი ფიქრები არ მაქვს. ჯერ ის ნაპოლიში გადავიდა, მაშინ უბრალოდ მიხაროდა, რომ ჩემი ყოფილი პარტნიორი ასეთ დონეზე აღმოჩნდა. კვარაცხელია რუბინში 2019-2022 წლებში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პარიზულ კლუბთან ერთად უკვე 6 ტიტული მოიგო. ასევე 2025 წელს მან ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილი დაიკავა. გამაოგნებელი ციფრები ქართველი ვარსკვლავისგან. მე ვფიქრობ, რომ ხვიჩას ძალიან დიდი შანსები აქვს, რომ ახლო მომავალში ოქროს ბურთიც აიღოს. მე მგონი სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი სეზონი მაინც გაატაროს ისეთ ფორმაში, როდესაც გაიტანს უამრავ გოლს, უამრავ ასისტს გააკეთებს და მოიგებს ყველაზე მთავარ ტიტულებს. შეიძლება რაღაცას ნაკრებთან ერთადაც. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი შრომის დაფასება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ეს სულ 3 წამს წაგართმევთ. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ერევანში გამართულ Hype Fighting-ის ტურნირზე გრეპლინგის მატჩში არმან ცარუკიანის მეტოქე შესაძლოა არა შარაბულეტი, არამედ მერაბ დვალიშვილი გამხდარიყო. წლის ბოლოს მიღებული შეთავაზების შესახებ ქართველმა მანქანამ სეტანტა სპორტსთან ინტერვიუში ისაუბრა. დამირეკეს და მითხრეს, რომ არმან ცარუკიანის მეტოქე ჩაიხსნა. გონი ჩამოსვლა ვერ მოახერხა ან რაღაც მსგავსი. ტურნირამდე სულ რაღაც 3 ან 5 დღე იყო დარჩენილი და მკითხეს, ხომ არ მსურდა შარაბულეტის ნაცვლად გამოსვლა. ეს გამოწვევად მივიღე და გავიფიქრე, შანსი არაა მან მომიგოს მეთქი. როდესაც წესებს გავეცანი, სადაც მხოლოდ მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები იყო დაშვებული, ვიფიქრე, როგორ უნდა დამაფინიშოს. ეს გამორიცხულია. დავთანხმდი, მაგრამ მეორე დღეს, როცა ჭიდაობის ვარჯიშზე მივედი, ცხვირზე ჭრილობა გამეხსნა. საბოლოოდ ორთა ბრძოლაზე უარის თქმა მომიწია, რადგან ჭრილობა სერიოზული იყო. ისე კი მზად ვიყავი, ეს განგსტერული გამოწვევა ტურნირამდე 3 დღით ადრე მიმეღო. განაცხადა დვალიშვილმა. Hype Fighting-ში დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ეპიზოდს მართლაც ჰქონდა ადგილი და ასევე მიანიშნეს, რომ მატჩის ორგანიზების შესაძლებლობას კვლავ განიხილავენ. როდესაც ფიქრობდით, რომ არმანისა და შარას ორთა ბრძოლა ჩაშლის პირას იყო, შეთავაზება მერაბს გაუკეთეთ და ის მართლაც იყო ამ ტურნირის სათანადო ვარიანტი. გსურთ მერაბ დვალიშვილის ხილვა Hype-ში? ასე გამოეხმაურნენ ლიგაში ქართველი მანქანის განცხადებას. მე პირადად მესმის მერაბის. ის ნამდვილი ჩემპიონია, ნამდვილი მებრძოლი. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ბრძოლა, ან რამდენს გადაუხდიან, ვინ არის მებრძოლი, რამდენი დრო აქვს მოსამზადებლად. და ეს რაღაც მხრივ მაგარი და მომხიბვლელია. ქართული სულისკვეთება, ნამდვილი მებრძოლი. მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ბიზნესი, ეს არის
მდიდარი რეპუტაცია და ჩემი აზრით ცოტა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა მერაბისგან ამ ორგანიზაციაში მისვლა და არმან ცარუკიანთან ბრძოლა მის ტერიტორიაზე თან ისე რომ მოსამზადებლად 3 დღე გაქვს. დაწერეთ თქვენი კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. სწორად იქცევა მერაბი თუ არა? იმ შემთხვევაში როცა ასე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და თითქმის ყველაფერზე თანახმაა. ფიქრობ ზოგჯერ ჩემპიონმა ცოტა თავიც უნდა დაიფასოს. ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი რედნაპიმ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერად რაიან შერკის მან სიტიში გადასვლა დაასახელა და მისი თაობის ფეხბურთელთან გიორგი კინკლაძესთან პარალელი გაავლო. რედნაპი ხას უსვამს რომ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ტექნიკა აღარ კმარა. შერკი კინკლაძისგან იმით განსხვავდება რომ დაცვით ფუნქციებსაც ასრულებს, რაც დღევანდელ პრემიერ ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯეიმიმ Sky Sports-თან საუბარში განაცხადა: არასდროს იცი როგორ შეეგუებიან მსგავსი სტილის მოთამაშეები პრემიერ ლიგას. შერკიმ დაამტკიცა რომ მას შეუძლია თამაში როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე. გინდა უყურო ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც სტადიონს მუხტავენ? გიორგი კინკლაძე მანჩესტერ სიტიში ნამდვილი ინდივიდუალისტი იყო, თუმცა ბურთის გარეშე ვერ ბრწყინავდა. შერკი კი ამ ხრივ ასრულებს თავის სამუშაოს. ის ფანტასტიკური შენაძენი გამოდგა ჩემთვის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია. მიყვარს ასეთი გამორჩეული მოთამაშეების თამაშის ყურება. ის ბურთს აამეტყველებს ხოლმე თითქოს ბურთი მისი მეგობარი იყოს. საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზიდანის დანიშვნისთვის ემზადებიან. საფრანგეთის ნაკრებში უკვე დაიწყეს მზადება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამთან გამოსამშვიდობებლად და მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის წარსადგენად. ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Equipe ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ ახალ მწვრთნელს ტურნირის დასრულების შემდეგ შეარჩევდნენ, ზიდანის დანიშვნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, იუწყება Le Equipe. ამ ეტაპზე კერძოდ განიხილება ის, თუ ვინ შევა ზინედინის სამწვრთნელო შტაბში, ეროვნულ ნაკრებში. ზიზუ უკვე წლებია ამ პოსტის დაკავებას ცდილობს და უარი საკმაოდ ბევრ შეთავაზებაზე თქვა. ასევე განიხილებოდა მისი რეალში მესამედ დაბრუნებამ. თუნდაც დროებით ზაფხულამდე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გამორიცხულია. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია თქვენთვის რამე ახალი გაიგეთ, ან როგორც მინიმუმ სასიამოვნოდ გაატარეთ დრო. დარწმუნებული ვარ ვიდეო უკვე დალაიქებული გაქვს და არხიც გამოწერილი. ამიტომ უბრალოდ დაგემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.